რამდენ ადამიანს იცნობ, რომელსაც აქვს ფული, რომელსაც აქვს წარმატება, აქვს განათლება და მაინც არის ღარიბი. შინაგანად არის ღარიბი. რამდენი ადამიანი იცი, რომელიც ვერ გაძღა იმ ფულის შოვნით, ვერ გაძღა თანამდებობაზე ყოფნით, ვერ გაძღა რაღაცის კეთებით, იმიტომ რომ ეს ჩვენი მანკიერი ბუნებაა. ჩვენ ტვინს, ადამიანის ნებისმიერი ტვინი, რაც არ უნდა იყოს, ერთი კოდი აქვს ყველას. და ეს ერთი კოდი არის, რომ ჩვენი ტვინი ყოველთვის უფრო მეტისკენ მიირთვის და ეს ნორმალური არის. ეს არის ის, რაც გვიჩენს ჩვენ სურვილებს და მე ამ სურვილებს ვიკონყოფილებთ და ცხოვრებას ვცხოვრობ და განვიცდით. მაგრამ ეს სუფთა ავტომატურად ხდება და სუფთა ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ აქ კმაყოფილება არასდროს არ მოყვება. იმიტომ რომ რა ფულიც არ უნდა იშო, უფრო მეტი მოგინდება, რა თანამდებობაზეც არ უნდა იყო, უფრო მეტი მოგინდება, რა სტატუსიც არ უნდა ქონდეს, უფრო მეტი მოგინდება, რა მაგრათაც არ უნდა გაერთო, უფრო მეტი მოგინდება, იმიტომ რომ ტვინი ვერასდროს ვერ იტყვის, რომ აი ეს იქნება საკმარისი. იმიტომ რომ როგორც კი ამას მიიღებ, მე ის მოგინდება და ეს ნორმალურია. ჩვენი ტვინი ესე მუშაობს. და ეს არის აქსიომა. მაგრამ მთელი პრობლემა ის არის, რომ ეს ხდება ცხოველურად და აქ ადამიანური არაფერი არ არის, იმიტომ რომ ჩვენ ადამიანურად ამ შემთხვევაში თუ ავიღებთ ცნობიერება ზუსტად იმისთვის აქვს ადამიანს, რომ ეს ყველაფერი გააკონტროლოს და რაღაცა მიმართულებაში მოაქციოს და არა ცხოველურად, იმიტომ რომ თუ ეს ცხოველურად ხდება, ამას ჩვენ რელიგიაში ვეძახით სიხარბეს. ადამიანს დაავიწყდა და არა აქვს კავშირი საკუთარ აი მესთან, აი ამ ტრანსცენდენტულ მდგომარეობასთან, აი ამ შინაგან სუფთა მდგომარეობასთან.